კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ხვალ არის სიყვარულის დღე, თუმცა ჩვენ დღის აღნიშვნას შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან ვიწყებთ. როგორ უნდა მოვიზიდოთ სიყვარული იქ, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და როგორ უნდა ვიყოთ მუდმივად სავსე სიყვარულის ენერგიით. სხვანაირად რომ ვთქვათ, როგორია სიყვარული ფენშუის მიხედვით. ამას ახლა ეკა კვარაცხელიასგან შევიტყობთ, რომელიც შუადღის სტუდიაში ყოველთვის ძალიან სასურველი სტუმარია ხოლმე. მოგესალმები ეკა პირველ რიგში, მიხარია რომ ხარ ამ სივრცის წევრი და ძალიან საინტერესო თემა შევარჩიეთ. ესე იგი დღეს ჩვენ თქვენთან ერთად უნდა დავისწავლოთ, როგორ მოვიზიდოთ და გავააქტიუროთ სიყვარულის ენერგიები. თან ვიცი რომ წინ საკმაოდ ესეთ საინტერესო საფეხურები და რეკომენდაციები გველოდება იმისთვის, რომ გქონდეს ჰარმონიული, წარმატებული, მშვიდი სასიყვარულო და პარტნიორული ურთიერთობები. ამიტომ მოდი დავიწყოთ თავდაპირველად სიყვარულის მანდალა, ეს ფენომენი განსაზღვროთ, რას ნიშნავს, რაში შეიძლება დაგვეხმაროს ის და აქტიურებს თუ არა ასევე ჩვენ სურვილებს. დიახ, მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს, მივესალმები ყველას, ვისაც უყვარს ფენშუი და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ბოლო უკვე რამდენიმე წელია ადამიანები ძალიან აქტიურად არიან ჩართული ამ სფეროში და რა თქმა უნდა ითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რასაც ჩვენ ფენშუის სპეციალისტები ვიძლევით. რაც შეეხება ხვალინდელ სიყვარულის დღეს, ეს გახლავთ ვალენტინობა, ეს არის დასავლური, ესე ვთქვათ, დღესასწაული აღმოსავლეთში ვალენტინობას არ იცნობენ, იმიტომ რომ იქ როგორც ესეთი სიყვარულის დღე გამოკვეთილად არ აქვს. იქ თვლიან, რომ ყოველი დღე არის სიყვარულის და ნებისმიერი დღე, როცა თენდება, შენ უნდა იყო ძალიან ბედნიერი და ფიქრობენ, რომ ადამიანს კი არ უნდა უყვარდეს ადამიანი და ამიტომ კი არ უნდა იყოს ის ბედნიერი, არამედ ის უნდა დაიარებოდეს შეყვარებული. ანუ თუ სიყვარული არის გრძნობა, რომელიც მოდის და მიდის, ისინი თვლიან, რომ თუ გინდა რომ იყო ბედნიერი, აი სიყვარულს ეწიას თემა კი არ უნდა იყოს შენთვის ცხოვრებაში მთავარი, შენ უნდა დადიოდე შეყვარებული. ანუ ეს არის, როცა ხარ შეყვარებული, ეს არის მდგომარეობა უკვე და როცა გიყვარს ვიღაცა, ეს არის გრძნობა და ემოცია. ემოცია მოდის და მიდის, მაგრამ აი მდგომარეობა, რომელშიც ადამიანს აქვს ნიჭი იყოს და იყოს შეყვარებული მთელი ცხოვრება და ასე ცხოვრობდეს, ეს უკვე ძალიან დიდი ნიჭია და ფიქრობენ, რომ ყველა ადამიანი ამ სფეროში თავის თავზე უნდა მუშაობდეს, რომ ვინმე ობიექტი კი არ იყოს სიყვარულის მაპროვოცირებელი შენში, კარგი თვისებების გამომვლინებელი, ვიღაცა კი არ უნდა იყოს. აი, რამდენჯერ მსმენია, რომ იცით ქალბატონო ეკა, მე ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევდი, რომ მე მყოლოდა პარტნიორი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩემთვის იქნებოდა დიდი სტიმული. არა მეგობრებო, ესე არ არის, პარტნიორი არ უნდა იყოს ჩვენთვის დიდი სტიმული, გრძნობის, აი მდგომარეობის შეყვარებულის მდგომარეობა უნდა იყოს თქვენთვის ძალიან დიდი სტიმული და როცა ეს დიდი სტიმული შინაგანად გაქვთ, მაშინ თქვენ უკვე ამას გასცემთ, თქვენ ეს გეტყობათ და რა თქმა უნდა სიყვარულს იზიდავთ. ანუ მდგომარეობა პირველი მთავარი იმისთვის, რომ მოვიზიდოთ სიყვარული. როგორ მოვიზიდოთ, ეს უნდა გვასწავლოთ. როგორ გავააქტიუროთ ეს ყველაფერი. გეხმარება ამაში და მე გადავწყვიტე დღეს თქვენთან შემომეტანა ინფორმაცია, როგორ რაღაცეებით როგორ გამოვახერხოთ, რომ ეს გრძნობა ჩვენს ცხოვრებაში იყოს აქტიური. სხვათა შორის აი გითხარით, რომ დღეები არ აქვს თქო, ესე კონკრეტული დღესასწაული სიყვარულის არ აქვს თქო, მაგრამ აქვთ პერიოდები, როდესაც ისინი თვლიან, რომ სამყაროში, აი მაგალითად თებერვლის თვე არის წელს ესეთი და მარტის თვე, როდესაც ძალიან აქტუალურია და აქტიურია სიყვარულის ენერგია. იცით, ბუნება იგუძებს, გაზაფხული დგება, ეს რა თქმა უნდა ადამიანებში ჰორმონალურ ცვლილებებს იწვევს, ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ჩვენც აი ამ პერიოდში ვიძლევით აი ამ რეკომენდაციებს და კარგია რომ ხვალ სიყვარულის დღეა და ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია მივცეთ ადამიანებს ის რჩევები, რაც მათ ალბათ გამოადგებათ აუცილებლად. მოვიტანე მანდალები, იმიტომ რომ აი ახლა იცით რა არის ის რომ ვიღაცამ დაწერა ფურცელზე სურვილი, ხო სიყვარულის და დაუშვა დაწვა, ან წყალს გაატანა, ეს თემა არ მუშაობს, იმიტომ რომ
თქვენ თუ რაღაცა არ ქენით, თქვენ თუ რაღაცა არ ჩადეთ, თქვენ თუ რაღაცა თქვენი შინაგანი კონცენტრირება რაღაცაზე არ გადმოიტანეთ და ისე არ იმუშავეთ აი ამ გრძნობაზე, მარტო რომ სიყვარული მინდა და ფურცელზე დაწეროთ და რაღაცა ისურვოთ, ეს თემა არ მუშაობს. რას ნიშნავს ეს სიყვარულის მანდალა და როგორ მუშაობს? ის უფრო ზუსტად რომ აუხსნა ჩვენს ტელემაყურებელს და მივყვეთ ნელ-ნელა ეტაპობრივად. მაყურებელი კადრში ხედავს სიყვარულის მანდალას, თუმცა ეს არ არის ჯერ გაფერადებული, ასე ვთქვათ. გაფერადებული და ძალიან ლამაზად გამოიყურება. ეს არის ესკიზი და მე მოვიტანა ესკიზი, იმიტომ რომ თქვენ მამაყურებელმა შეძლოს მისი, ესე ვთქვათ, ფოტოშოპის გაკეთება და იმისთვის რომ ხვალინდელ დღეს ეს ენერგია მოიზიდოს, აი დღეს უკვე თამამად შეუძლია დასხდნენ და გააფერადონ ეს მანდალა. აი მნიშვნელობა დაუშვათ რა ფერებს მივანიჭებთ უპირატესობას. აი თქვენ რა ფერებს მიანიჭებთ უპირატესობას? მე მაგალითად აი აქ ახლა ძალიან მრავალფეროვნებას წარმოვიდგენ და მინდა რომ იყოს აი ფერთა მთლიანი პალიტრა აბსოლუტურად. ეს ნიშნავს იმას, რომ აი რომელი ფერი იქნება დომინანტური, რომ გააფერადებთ და დავუშვათ, მე ვნახავ თქვენ გაფერადებულ მანდალას. მე თქვენ გეტყვით, მაგალითად სიყვარულში თქვენთვის რა არის პრიორიტეტი? აი პარტნიორთან ურთიერთობაში თქვენთვის რა არის მთავარი და მადეტერმინირებელი, ხო? იმალი რაც თავში მომივიდა, წითელი და ლურჯი დომინანტი იქნება ალბათ მათ შორის. წითელი და ლურჯი თუ იქნება დომინანტი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გინდათ ვნება, გინდათ მეტი ცეცხლი ურთიერთობაში. ნიშნის წარმომადგენელი ახლა სხვანაირად. ნების გარეშე როგორ იქნება მეგობრებო? ტემპერამენტი, სექსი, ნუ რა თქმა უნდა, თავისთავად და ერთგულება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მუდმივი ჭიდილი საკუთარ გრძნობებთან. მოდის ცეცხლი და მოდის მერე წყალი აქრობს ამ ცეცხლს და არის მუდმივად ამ ორი სტიქიის შეჯახება და გვიჭირს მორიელებს. გეთანხმებით ნამდვილად, რომ აი სუბრძოლებში ვარ და სუძიებაში ვარ და აი ზიების პროცესი ჩვენ ცხოვრებაში არასოდეს არ მთავრდება. ეხლა მოდით გადავიდეთ უფრო კონკრეტულად მაყურებლის რჩევებისთვის. მე მოვიტანე ორი ესკიზი მანდალის. ერთი გახლავთ მამაკაცებისთვის, დავტოვოთ ის კადრი და მეორე გახლავთ ქალბატონებისთვის მანდალა. მამაკაცებს შეუძლიათ, რომ სკრინი გააკეთონ თავიანთი მანდალის და ქალბატონებს თავიანთი მანდალის. ანუ სხდებიან, აფერადებენ ამ მანდალას და მერე თქვენ შეგიძლიათ კონცენტრირდეთ უნდათ აუცილებლად იმაზე, რაზეც ფიქრობთ სურვილს და ეს სურვილი უკავშირდება სიყვარულს. ოღონდ არ შეიძლება ამ დროს იქ ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა, იქ სადღაც გავედი მეძახიან, აი აბსოლუტურად 1-20 წუთი უნდა მოწყდეთ გარე სამყაროს, უნდა განმარტოვდეთ და აფერადოთ, ფანქრები აიღოთ და აფერადოთ ეს მანდალები. და გაფერადების პროცესში პარალელურად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ თქვენ გინდათ სიყვარული და რომ თქვენი სიყვარული მოვიდა და თქვენი ობიექტი, თქვენი მეორე ნახევარი ამ ცხოვრებაში გამოჩნდა, ისე არა რომ გამოჩნდეს, უკვე გამოჩნდა, იმიტომ რომ როცა თქვენი ფიქრებთ, რომ გამოჩნდეს მინდა, ეს გამოჩნდეს შეიძლება დროში გაიწელოს და თქვენ კი ფიქრობთ, რომ ეხლა გინდა, მაგრამ სამყაროს არ ესმის, რომ თქვენ ეხლა ეს გინდათ და ესე იგი უნდა ვიფიქროთ აქ და აქ და ახლა რომ ეს მე მაქვს, მე მყავს ადამიანი, ვინც მე გამაბედნიერა მაგალითად, მე ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი და ასე შემდეგ, ვფიქრობთ ამას, ვაფერადებთ ესკიზს, ქალბატონები თავიანთ მანდალას, მამაკაცები თავიანთ მანდალას და მე შეგვიძლია ეს მანდალა ტელეფონზე დავიყენოთ მაგალითად ფონად, შეგვიძლია ჩვენ საძინებელში დავკიდოთ, ხო, თუ რომ ამოვაპრინტეროთ და იმაში რომ ეს ენერგიები გააქტიურდნენ მეტად ეკა აუცილებლად დაგვეხმარება, აუცილებლად. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც დაუშვათ ადამიანი ეძებს ახალ პარტნიორულ ურთიერთობას, მაგრამ თუ დაუშვათ უკვე მას ყავს თავისი მეორე ნახევარი ან და მას უნდა ამ სიყვარულის შენარჩუნება, გაძლიერება, ურთიერთობების გაძლიერება ის ფიქრობს ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვის თავისი ფიქრებია, მამაკაცების, რა თქმა უნდა, მუშაობს სიყვარული. სიყვარულის თემა არ ნიშნავს ვალენტინობის დღესასწაული იმას, რომ მაგალითად მარტოხელა ქალბატონი ან მამაკაცი და მაინც და მაინც მან უნდა ჩაიფიქროს სურვილი. სიყვარული ყველას უნდა, სიყვარული და ურთიერთობები ოჯახში მით უმეტეს აუცილებელია და ამიტომ, რა თქმა უნდა, სურვილით შესაბამისად მიღებულია. აბა როგორც თითეული ფერი გარკვეული ინფორმაციის მატარებელია, ხო? თქვა და წითლის და ლურჯის შემთხვევაში თქვენ ახსენეთ ვნება, ახსენეთ
ნდობა. აი თუ შეიძლება რომ რამდენიმე ფერი ჩამოვთვალოთ. აი მე მაგალითად ახლა ყვითელი დამიდგა თვალწინ, თეთრი რატომღაც არ ვიცი, მაგრამ პირველი ეს გამახსენდა. კიდევ ალბათ ცისფერი მომაგონდა. აი გავსი ტიპის ფერები თუ შეიძლება ძირითადი ფერები ვთქვათ, მოდი 5 ძირითადი ფერი ვთქვათ, რომელსაც მე თავის ტონალობები გააჩნია. წითელი მოგახსენეთ, ტემპერამენტი, ცეცხლი, ვნება და აი ეს აქტიური ურთიერთობა არის საჭირო, ნიშნავს ამას წითელი ფერი. ლურჯი ფერი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უპირატესობას ანიჭებს პირად ურთიერთობაში სექსს და აი ამ სფეროს ცხოვრებაში. მწვანე ფერი გახლავთ წითელი ნიშნავდა ამას, მაგრამ ესე იგი ლურჯი ერთნაირად არის ეს ორივე, ოღონდ სულ ჭიდაობენ ერთმანეთს. წითელი აბალანსი. მწვანე ფერი გახლავთ, ფერი, როდესაც თუ ეს ფერი დომინირებს, ადამიანს სურს, რომ პირად ურთიერთობაში კონდეს სიმშვიდე. და აი ეს შინაგანი ბალანსი. ანუ მას პრიორიტეტში ის კი არა აქვს, რომ რაღაცა ვნება და ცეცხლი იყოს, არამედ მისთვის მნიშვნელოვანია უფრო სიმშვიდე ურთიერთობა. სტაბილურობას რაც შეეხება არის ეს უფრო ყვითელი ფერი და თუ ყვითელი ფერი დომინირებს, მაშინ გეტყვით, რომ ადამიანი პირად ურთიერთობებში უპირატესობას ანიჭებს ფინანსურ და მატერიალურ კეთილდღეობას და მისთვის ეს სფერო უფრო მნიშვნელოვანია. ახალი გავიგეთ ზედა ცოტა მეუცნაურ იცი. რაც შეეხება ვერცხლის ფერს და ოქროს ფერს, ეს გახლავთ ფერები, ასევე ადამიანი თვლის, რომ პირად ურთიერთობებში მისთვის მთავარია ერთგულება. ეს არ არის ის ადამიანი, რომელსაც მაგალითად სიყვარულს უცებ შესთავაზებ და ეტყვი წამოხვალ პარიზში გავფრინდეთ, ის გეტყვის არას, იმიტომ რომ მას ჭირდება ამისთვის შემზადება დრო, ის ასე არ წყვიტავს, მოკლედ ასეთ საკითხებს და ამიტომ მასთან ცოტა ფრთხილად არის ამ თემების მიწოდება საჭირო და მოკლედ ბევრი რაღაცა იკითხება. აი თქვენ წარმოედგინეთ, აი ხლა თქვენ ნახავთ, მაყურებელი ნახავს გაფერადებულ მანდალებს. აი გაფერადებულ ძალიან საინტერესოა. ვინც გაფერდა იმათი, აი ნახეთ. ხელოვნების ნიმუშია ნამდვილი, როდესაც უყურებ ძალიან ლამაზია. ერთი მომხმარებლის მანდალა, რომელიც მან თავისი ხელით გააფერადა და რა თქმა უნდა ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობები ჩაიფიქრა. და აი რას ანიჭებს, აი ნახეთ, აი ვიღაცას ესე წარმოუდგენია სიყვარული ამ ფერებში. აი ეს ახლა თქვენი ახსნა განმარტების მიხედვით, აქ არის ყველაფერი სიმშვიდე, სტაბილურობა, ვნებაც, მაგრამ აი თუ დააკვირდებით, დომინირებს ყვითელი ფერი. ესე იგი ამ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მატერიალური კეთილდღეობა და ეს ფაქტორი პირად ურთიერთობებში მისთვის გამსაზღვრელია. შეგვიძლია კიდე მაყურებელს ვანახოთ სხვა მანდალები, როდესაც ადამიანებს მანდალებში მაგალითად უფრო ლურჯი ფერი ჭარბობს, ან უფრო, აი მაგალითად აი ამ მანდალას შეხედეთ, აი ლურჯი უფრო მთავარია მისთვის. ბატონო, სხვათა შორის თეთრიც დომინირებს იქ და თეთრი რას გვეუბნება, თაკომაც აღნიშნა ერთი დრო. თეთრი გვეუბნება იმას, რომ ადამიანებისთვის მთავარია იცით როგორი ურთიერთობა, რომ აი ისინი თუ ერთად იქნებიან, ისინი აუცილებლად ცალკე უნდა ცხოვრობდნენ. არ შეიძლება ისინი ვინმესთან ერთად ცხოვრობდნენ. არ შეიძლება მაგალითად ქალბატონი, რომელიც თეთრ ფერს ანიჭებს უპირატესობას, მამაკაც, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებს, მის ოჯახში იცხოვროს. ჩემი პირადი სივრცე, პირადი სივრცეა. პირადი სივრცე მათთვის არის პრიორიტეტი და ასე შემდეგ, ასე რომ მანდალებს თუ გააფერადებს მაყურებელი და ამას მე თავის საძინებლოში დაკიდებს, ეს გაუაქტიურებთ მათ აი ამ ყველაფერთან ერთად ძალიან ლამაზია. ყველა შევთანხმდებით ამაზე. მე მგონი შეიძლება გაუთავებლად ვისაუბროთ ახლა აი ამ ფერებზე, მანდალაზე, აი ამ საოცარ ვიზუალზე. და თაკომწეღან თქვა გადაცემის ანონსში, რომ არსებობს თურმე სამკაულები. აი ზუსტად ამ თემაზე მინდოდა მეკითხა, რა როლი აქვს ზოგადად სამკაულს სასიყვარულო ჰარმონიულ ურთიერთობებში და როგორც თაკომ აღნიშნა, რომ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს სხვადასხვა თითზე უნდა ეკედოს თურმე ბეჭედი და ესეც ყოფილა ძალიან მნიშვნელოვანი. აი მოგეხსენებათ და ცნობილია, რომ მანდალასაც გააფერადებ, ბეჭედსაც იყიდი და რომელ ხელზეც გეტყვის ეკა დაიმაგრე. ხელის სურათი გამოუშვა თუ შეიძლება. ანუ ეხლა ცნობილია ეს ფაქტი, რომ ყველამ ვიცით, რომ არათიძე იკეთებენ ქორწინების ბეჭედს. ხო ვიცით ეს? კი ბატონო, გვიკეთია არათიძე
ქორწინების ბეჭედი, მაგრამ არსებობს თურმე თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის ხელის თითზე ის თითი, რომელიც არის მისთვის სიყვარულის ენერგია. აი ახლა უყურეთ, აი ადამიანს ფაქტობრივად ყველა თითზეა. ყველა თითზეა. ნეკათითის გარდა. ხო, აი ახლა უყურეთ. თუ თქვენ მეგობრებო, აქ იეროგლიფებით არის ადამიანის ზოდიაქოს წლის ნიშნები, თქვენ ამას ვერ გაიგებთ, არიცით, მაგრამ მე აგიხსნით. თუ თქვენ დაბადებული ხართ გველის, დრაკონის, კურდღლის და ვეფხვის წელს, დრაკონი და ქორწინების ბეჭედი მაგალითად გიკეთიათ არათითზე და გსურთ რომ მოიზიდოთ სიყვარული, ან მეტი ჰარმონია შეიტანოთ ურთიერთობებში, მე გირჩევთ რომ საჩვენებელ თითზეც დაიმატოთ ერთი ბეჭედი. ეს კიდევ უფრო გააქტიურებს თქვენ ენერგიას, იმიტომ რომ გველების, დრაკონების, კურდღლების და ვეფხვების სიყვარულის ენერგეტიკული ცენტრი მდებარეობს საჩვენებელ თითზე. თუ თქვენ ხართ დაბადებული ცხენის და ხარის წელს, მაშინ აუცილებელია თქვენ ბეჭედი გეკეთოთ შუა თითზე. არასდროს არ მიკეთი, აი გარდა იმისა, რომ გავააქტიუროთ სიყვარულის არათითზე გიკეთიათ, აუცილებლად გაიკეთეთ, ნუ ეს ალბათ უფრო ქალბატონები ვაქცევთ ამას ყურადღებას, ხო? აუცილებლად ცხენის და ხარის წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა არათითზე გაკეთებულ ბეჭედთან ერთად, ნუ თუ არა ვართ ქორწინებაში, მაშინ გავიკეთოთ შუა თითზე. თუ თქვენ დაბადებული ხართ თხის და ვირთხის წელს, მაშინ თქვენი სასიყვარულო ცენტრი ხელის მტევანზე გახლავთ ესე ვთქვათ არათითი, რომელზეც შეგიძლიათ გაიკეთოთ ბეჭედი. თუ თქვენ დაბადებული ხართ მაიმუნის, მამლის, ძაღლის და ტახის წელს, მაშინ თქვენი სასიყვარულო ცენტრი ხელის ფალანგებზე მდებარეობს ნეკათითზე და აუცილებლად ნეკათითზეც უნდა პატარა გული იქნება ეს პერმანენტულად უნდა გვეკეთოს ხოლმე ეს ბეჭედი. არა, თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ ატაროს უნდა, რა თქმა უნდა შეგიძლიათ მოიხსნათ, რა ყველგან ვერ გაიკეთებ, არის ისეთი სამოსი, სადაც მაგალითად ნეკათითზე ბეჭედი სულაც არ მოუხდება, ხო, მაგრამ აი ხშირად თუ გაიკეთებთ თქვენ ამას, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ამით ამ ენერგიას გააქტიურებთ. ესე იგი, რა არ გამიგია, მაგრამ აი სხვადასხვა თითზე თუ უნდა გაგვეკეთებინა ბეჭედი, სხვადასხვა ენერგიის მოზიდვის გამო, აი ეს მართლა პირველად მესმის ძალიან საინტერესოა და მე ვთქვი, რომ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, მაგრამ ჩვენ მივყვებოდით წლის ნიშნებს. წლის ზოდიაქოს ნიშნებს. მე ვსაუბრობ აღმოსავლურ მეტაფიზიკაზე. მე დასავლურ ასტროლოგიაზე არ გესაუბრებით, ეს არის აღმოსავლური მეტაფიზიკა, რომელიც რაღაცას ასწავლია, არ მინდა ეხლა ამას დროს არ დავკარგა და გამართლებს ხოლმე თქვენ ახლა ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ და გეცოდინებათ ამის შესახებ. აი კონკრეტული მაგალითები ვთქვათ, გაუმართლებია, როდესაც წლის ნიშნის მიხედვით კონკრეტულ თითზე გაუკეთებიათ ბეჭედი და ვთქვათ, მათი სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობები დაალაგებულა. კი, თაკო. აი ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგმართავენ ხოლმე და მიყვებიან მარტო ბეჭედი არ განსაზღვრავს ამას, იქ ამ ადამიანებს ფენშუის მიხედვით სახლში გააქტიურებული აქვს სიყვარულის ზონა, ისინი ატარებენ გარკვეულ აქტივაციებს იმისთვის, რომ მოიზიდონ ეს ენერგია, ისინი ატარებენ გარკვეულ რიტუალებს, რომ გაამძაფრონ ეს ენერგია და მუშაობს, მეგობრებო, დამიჯერეთ რომ მუშაობს, მაგრამ კიდევ უფრო მეცაც გეტყვით, აი თუ შეიძლება რომ შემდეგ კადრზე გადავიდეთ, აი ძალიან მარტივი რჩევა მივცეთ ახლა ჩვენს მაყურებელს, რომ მე ჩემი ფენშუის ესე ვთქვათ, ისეთი დიდი რეკომენდაციებით დრო არ წაგართვათ, აი უყურეთ, რა გავაკეთოთ თითოეული წლის ნიშანმა იმისთვის ჩვენ სახლში რომ მოვიზიდოთ სიყვარული. ან შევინარჩუნოთ პარტნიორული ურთიერთობები. თუ თქვენ ხართ დაბადებული ვირთხის წელს, მაშინ მე გირჩევთ თქვენ საწოლთან კომოდზე დადგათ ხარის გამოსახულების ფიგურა. აი ხა მე უკვე გადავედი ფენშუის სიმბოლოებზე, როგორ მუშაობენ სიმბოლოები და იდგეს იქ. ეს კიდევ ერთი ფაქტორი გახლავთ მანდალების გარდა, რაც გითხარით, ბეჭდის გარდა და ეს მესამე თემა, კიდე რეკომენდაცია, რომ სიმბოლო, აი თქვენ რა გჭირდებათ, მაგალითად, ვირთხის წელს ვარ დაბადებული და მინდა სიყვარული, ხო, აი როგორ მოვიზიდო, საწოლთან დადგით ხარის გამოსახულების სიმბოლო. საინტერესოა, არა და როგორც წესი, აი დრაკონის წელში დაბადებული ადამიანი, როგორც წესი, დრაკონს ატარებს ხოლმე, გველის წელში დაბადებული გველს და ასე შემდეგ და ეს არ არის სწორი. ის თავის ნიშნის ენერგიას ატარებს, მაგრამ ჩვენი თემა რადგან დღეს არის სიყვარული, მე ვსაუბრობ, რომ თქვენ თუ გინდათ რომ მოიზიდოთ სიყვარული, თქვენი
სიყვარულის ენერგია გახლავთ სიმბოლო, თუ სიმბოლოებზე გადავალთ ახლა, რომელიც გახლავთ ხარის გამოსახულების სიმბოლო. მოდი გადავიდეთ კონკრეტიზაციაზე და დასაწყვილებლად. დიახ, დასაწყვილებლად. პარტნიორული აი ურთიერთობების მაგალითად, დიახ, თუ თქვენ ხართ ტახის წელიწადში დაბადებული, თქვენ მაშინ საწოლის თავთან კომოდზე უნდა დადგათ ვეფხვის გამოსახულების სიმბოლო, იმიტომ რომ ის არის თქვენი სიყვარულის აქტივატორი. თუ თქვენ ხართ ძაღლის წელიწადში დაბადებული და გსურთ მოიზიდოთ სიყვარული, გინდათ ჰარმონია ურთიერთობებში, რაღაცა დაგეძაბათ პირად სფეროში და ამის დაბალანსება გინდათ, მაშინ და გინდათ რომ რაღაცა სიმბოლოთი ფენშუის სიმბოლოთი ეს გაანეიტრალოთ, ან გააქტიუროთ, მაშინ უნდა დადგათ ლოგინთან კურდღლის გამოსახულების კურდღელი კატა, ესეა ცნობილი კურდღლის გამოსახულების სიმბოლო. ეს ყველასთან უნივერსალურად მუშაობს? მუშაობს. შემდეგი გადავიდეთ, მე მომეცით კითხვები. თუ თქვენ ხართ მამლის წელს დაბადებული, მაშინ თქვენ სიყვარულის გასააქტიურებლად საწოლთან უნდა დადგათ დრაკონის გამოსახულების სიმბოლო. თუ თქვენ ხართ მაიმუნის წელს დაბადებული, მაშინ თქვენ უნდა დადგათ გველის გამოსახულების სიმბოლო და თუ ხართ თხის წელს დაბადებული, მაშინ უნდა დადგათ ცხენის გამოსახულების სიმბოლო. თუ თქვენ ხართ დაბადებული ცხენის წელს და გსურთ მოიზიდოთ სიყვარული, მაშინ უნდა დადგათ თხის გამოსახულების სიმბოლო. თუ ხართ გველის წელს დაბადებული და ეძებთ სასიყვარულო რომანტიულ პარტნიორს, მაშინ უნდა დადგათ მაიმუნის გამოსახულების სიმბოლო. თუ ხართ დრაკონის წელს დაბადებული, მაშინ უნდა დადგათ მამლის გამოსახულების სიმბოლო. თუ ხართ კურდღლის წელს დაბადებული და ეს კურდღლები ხო სუძიებაში არიან და სულ პრობლემები აქვთ ეს ბოლო 4 წელია, მაშინ უნდა დადგან საწოლთან ძაღლის გამოსახულების სიმბოლო. თუ თქვენ ხართ ვეფხვის წელს დაბადებული, მაშინ რა თქმა უნდა ტახი უნდა დაიდგათ, იმიტომ რომ ტახი და ვეფხვი ეს არის ერთი შერწყმა, რომელიც ხის ენერგიას ქმნიან და იზრდებიან მუდმივად ურთიერთობაში და ჩვენაც გვინდა სიყვარულში რომ გავიზარდოთ და თუ თქვენ ხართ ხარის წელს დაბადებული, მაშინ უნდა დადგათ ვირთხის გამოსახულების სიმბოლო. ეს შეიძლება მოხდეს ამის აქტივაციაც, მაგალითად სიმბოლოები დადგათ სამუშაო კაბინეტშიც კი. როდესაც გვინდა რაღაცა რომანტიული ურთიერთობები, სამსახურეობრივი რომანი შეიძლება არ არის ხა ეთიკური, მაგრამ დაუშვათ და გვინდა ეს, ხო? მაშინ შეგვიძლია ეს სიმბოლოები სამუშაო მაგიდაზეც დავდგათ. აი ესე მაგრად მუშაობენ მეგობრებო სიმბოლოები და მათ თავიანთი დატვირთვა აქვს ფენშუი რომ მუშაობს, ახლა ამაში ორი აზრი არ არსებობს, მე ამაზე დროს არ დავკარგავ და სხვათა შორის აი რადგან ვახსენე რომ თებერვლის თვია თქო ჩემს მაყურებელს და ჩემს სმენელს ძალიან აინტერესებს ხოლმე პროგნოზი დღეების, რომელი დღეები რისთვის არის კარგი. მე კითხვას ვეღარ გისვამთ შიშით. აი საინტერესოა რომანტიკული შეხვედრებისთვის სასიკეთო დღეები. ხო, აი თაკო რომ გაინტერესებდა ძალიან მოვიტანე. მარტის ვერ გეტყვით, მარტში მომიწევთ და მაშინ გეტყვით. დიახ, და აი გვანახოთ კადრი თებერვლისთვის პროგნოზი. თებერვალი, კარგი, ამოვწუროთ და მარტში ისევ შევხვდებით ერთად. მარტში წინასწარ მოწეული ხართ მარტში. დიახ, დღეს არის 13 თებერვალი და ესე ვთქვათ, დღეს მეგობრებო არის ავადმყოფობის დღე, ნახეთ რა ფერშია მონიშნული და ქვემოთ აწერია ავადმყოფობის დღე, ამიტომ დღეს ვირუსული ინფექციების ალბათობა დიდია, ნუ მოხვდებით ხალხ მრავალ ადგილში, ან ნუ მოვინახულებთ ავადმყოფს, იმიტომ რომ ინფექციების გადადების რისკის ალბათობა დიდია და აი ამ ფერში გახლავთ ავადმყოფობის დღეები მონიშნული. სასიკეთო დღეები ბევრი საქმისთვის, რაც გვინდა რომ ამ თვეში დავიწყოთ, გახლავთ მწვანე ფერში, არასასიკეთო დღეები, როცა სამქმეთა უმრავლესობის დაწყება არ შეიძლება, გახლავთ წითელ ფერში აღნიშნული, შეგიძლიათ გააკეთოთ სკრინშოტი. არარომანტიული დღეები, ზუსტადაც რომ სიყვარულის დღეები, როდის რაც ნიშნავს არარომანტიული დღეები. ეს გახლავთ დღეები, როდესაც აი მაგალითად მე ჩემს პარტნიორთან რაღაცაზე ვარ გაბრაზებული და ერთი სული მაქვს, როდის ვეტყვი, რომ აი შენ მე ესე და გბეწყინა და რაღაცა და ხო, აი გამოვშვებ ჭყამს მორიელები. აი ერთი სული გვაქვს, ხო, აი მე გირჩევ ზურა, რომ ეს არ გააკეთო არარომანტიულ დღეებში და ეს გახლავთ ნაცრისფერში და რადგან დღეს 13-ია, ამ თვეში არის ორი დღე, 24 და 27 და მოდი მაინც და მაინც ამ დღეს ნუ დავამთხოვთ, იმიტომ რომ გაგვიფუჭდება ურთიერთობა. ანუ თუ ჩვენ მუშაობთ იმაზე და ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი გასაუბრებით ის ჩვენსკენ გადმოვიბიროთ, ვერაფერს ვერ მოვახერხებთ, იმიტომ რომ დღე არ იძლევა ენერგეტიკულად ამის შესაძლებლობას და კიდევ უფრო დავძაბავთ
გახლავთ ურთიერთობას, ამიტომ 24 და 27 პირადი ურთიერთობებისთვის მოვინიშნოთ, რომ არა სასიკეთო დღეებია. ორ-მორიელ შორის ვზივარ ახლა და დღეს თავი შეიკავეთ ძალიან. და გახლავთ ასევე არაფინანსური დღეებიც, რომელიც ჩემ მაყურებელს ძალიან აინტერესებს. დღეს არის 13 და იხვალინდელი 14 რიცხვი. ნახევრად არაფინანსურად არის მონიშნული, ანუ მაინც და მაინც კარგი არ არის, მაგრამ რაღაცეების გაკეთება შეიძლება და ყველაზე კარგი დღე დარჩენილ პერიოდში, ამ ორკვირიან პერიოდში გახლავთ 26 თებერვალი. შეგიძლიათ გახსნათ ბანკში ანგარიში, შეგიძლიათ მოახდინოთ ინვესტიცია, შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ ქონება, იმიტომ რომ ამ დღეს გაცემული ფული მოვა მერე მატებაში, შეიძლება მოგიტანოთ დივიდენდები, თუნდაც ის უძრავი ქონება, რომელსაც შეიძენთ და მერე გაყიდვა მოგინდეთ, კიდევ უფრო სარფიანად გაყიდოთ, ვიდრე თქვენი შეიძინეთ, ხო? აი ესეთი საინტერესო დღეები გვაქვს მთელი თვის განმავლობაში. ძალიან საინტერესო კალენდარი იყო და მე მგონია რომ ჩვენი საეთერო დრო. ცოტა დრო დაგვჭირდა და მაშინ მოდი სახლი ვანახოთ ერთი. აუცილებლად უნდა გითხოთ. ძალიან მოკლედ ექსპერიმენტი გაძლევ რომ ჩვენ მარტვის თვეში აუცილებლად შევხვდებით. იმიტომ რომ აქვე ხო უფრო დიდი საეთერო დროთია ახლა პროდიუსერებმა დამატებითი ინფორმაცია. აი მეგობრებო, შევხედოთ ახლა და მაყურებელსაც აქვე შეხედეთ მეგობრებო. სიყვარულის ენერგიების გაძლიერება აი შენ რო სახში რემონტს ვაკეთებო რომ მითხარი და სახლია გაქვს შეძენილი და ძალიან კარგი. ახლა მე მოვიტანე აი ეს პროექტი იმისთვის რომ მაყურებელმა ნახოს როგორი ტიპის სახლში შეიძლება ადამიანი გადავიდეს საცხოვრებლად და ეს სახლი მისი და მისი მეუღლის პირად ურთიერთობებზე აღმოჩნდეს დამანგრეველი და გაუფუჭდეთ წყვილს ურთიერთობა. აი ნახეთ, აი ჯერ უბრალოდ ასეთ პროექტს რო აკეთებენ მშენებლები, ეს არის კატასტროფა ნამდვილი, რომ ასეთ სახლში არ შეიძლება ცხოვრება, ფენშუი არ არის მარაზმი, ყველაფრის კორექცია შეიძლება და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, ფენშუი მარაზმს არ უდრის. ჩვენ ფენშუი სპეციალისტები იმისთვის ვარსებობთ, რომ როდესაც მე ვამბობ, რომ ეს სახლი პირად ურთიერთობებს ანგრევს წყვილთა შორის, ამის კორექცია და გამოსწორება რაღაცნაირად მოვახდინოთ. ეკა ძალიან მოკლედ რა უნდა გავითვალისწინოთ? დრო აღარ გვაქვს და ის პროექტი რომ ბინასთან სახლში არის ჩვენი სასიყვარულო სექტორი და ვეცადოთ რომ სახლი შევიძინოთ ისეთი, სადაც ჩვენი სიყვარულის ზონა აუცილებლად იქნება და ის არ იქნება ამოგდებული სახლის ენერგეტიკიდან და ყველაფერი იქნება კარგად. მოკლედ ამ თემაზე მე ვფიქრობ, რომ ერთი ეთერი აუცილებლად უნდა დავთმოთ. და კიდევ უფრო დეტალურად შევისწავლოთ ის ინფორმაცია, რაც საცხოვრებელ ბინასთან და სივრცესთან დაკავშირებით უნდა გაითვალისწინოთ და საძინებლის ფენშუი პირად ურთიერთობებს. საძინებლის ფენშუი ეს კიდევ ძალიან საინტერესო და აუცილებლად ჩვენ ამ თემას უფრო კონკრეტულად შევეხებით თქვენთან ერთად. ეკა, მომაჯადოებელი ხართ პირდაპირ გეტყვით. ძალიან დიდი მადლობა ესეც საინტერესო საუბრისთვის.